მოგესალმებით ყველას, ვინც ამჟამად უსმენთ აღნიშნულ ჩანაწერს. რამდენიმე კითხვა დაისვა ჩემს ბოლო დადებულ ვიდეოზე, რომელიც ასე ვთქვათ, მიძღვნილი იყო ქალბატონი ირმა სოხაძის, უпроსორი იქნება ითქვას, რომ ქალბატონი ირმა სოხაძის კითხვა გამოყენებული იყო იმისათვის, რომ აი ამ საკითხზე მესაუბრა და საზოგადოებისთვის აი ასე მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია და რა თქმა უნდა ქალბატონი ირმა სოხაძისთვისაც აი იმ კითხვაზე პასუხი რაც მას აინტერესებდა გაცემულიყო აი ასე ბიბლიაზე დაყრდნობით. ამიტომ ეს მხოლოდ არ იყო ქალბატონი ირმასთვის განკუთვნილი პასუხი, განკუთვნილი ვიდეო, არამედ ეს იყო უფრო ფართო საზოგადოებისთვის. მისთვისაც და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვისაც. მოხდა ისე, რომ აღნიშნული ვიდეოს ქვეშ სხვა ბევრი კომენტარი დაიწერა. მათ შორის არის ისეთი კომენტარებიც, რომლებიც კითხვითი კომენტარებია და მე მინდა ზუსტად აი ეს კითხვები წავიკითხო და ბიბლიაზე დაყრდნობით, აი აგერ თქვენი თანდასწრებით გაეცეს ამ კითხვებზე პასუხი. რა თქმა უნდა, ამ კითხვებზე პასუხი არსებობს. აქ არ არის ახლა ისეთი კითხვები დასმული, რომ თქვა, რომ აი ვთქვათ, არ ვიცი, ვთქვათ, არ ვიცი არა, ესე იგი, არ არის ისეთი კითხვები, რომლებზეც პასუხი არ არის ბიბლიიდან. ამ შემთხვევაში მეც ვერ ვიტყვი, რომ ვთქვათ, არ ვიცი, იმიტომ რომ ვინც ბიბლიას სწავლობს, იგი ამ საკითხებშიც გარკვეულია და მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მეც მომცა შესაძლებლობა იმისა, რომ მისი წერილი შემესწავლა და აღნიშნულ კითხვებზე პასუხიც, რა თქმა უნდა, ბიბლიიდან მიმეღო. პირველი კითხვა, რომელსაც swams ქალბატონი ნინი, მინდა რომ ეს კითხვა თქვენი თანდასწრებით წავიკითხო და შესაბამისად ბიბლიიდან პასუხიც მოუძებნოთ. აგერ თქვენი თანდასწრებით წავიკითხავ. საქმე რაშია, ესე იგი, ჯერ შესავალს გავაკეთებ ერთგვარად, ესე იგი. ზოგადად მე მინდა ნებისმიერ კითხვის დამსმელს უთხრა ასეთი რამ, რომ თქვენ თვითონვე შეგიძლიათ აი ასეთ მსგავს კითხვებზე პასუხები ბიბლიიდანვე მიიღოთ, თუ კი ბიბლიას ეხება ეს კითხვები, ესე იგი ბიბლიის შიგნით დასმული კითხვები, რაც არის, თქვენვე შეგიძლიათ თუ კი გულწრფელობას და მონდომებას გამოიჩენთ, სიბეჯით ეს გამოიჩენთ და ბიბლიას უფრო აი დაწვრილებით ისწავლით, თქვენ ამ კითხვებზე პასუხს აუცილებლად ღმერთი ამ კითხვებზე პასუხს აუცილებლად გაპოვნინებთ და ღმერთი არ არის ისეთი პიროვნება, რომ ჩვენ რაიმე ისეც გვიმალავდეს, რაც შესაძლებელია, რომ ჩვენ აგერ შევიმეცნოთ მისი სიტყვის მეშვეობით. იმიტომ რომ თვითონ ეს სწავლება, რაც ბიბლიაშია მოცემული, ღმერთმა იმისათვის დაგვიწერა, მოყოლებული, ესე იგი, შექმნიდან მოყოლებული, ღმერთმა ეს ინფორმაცია იმიტომ დაგვიწერა, რომ ესე იგი უნდა მას, რომ ჩვენ ეს ვიცოდეთ, ხო? ესე იგი ღმერთს რომ არ სდომოდა ჩვენ რაიმე გვცოდნო და მასზე, ამხელა ვეებერთელა წიგნს არ დაგვიწერდა ამხელა ინფორმაციებით, ხო? ზუსტად აი აქედან ბიბლიდან ჩვენ ვიგებთ იმას, რომ ეს სამყარო შექმნილია გონიერი არსების მიერ, რომელსაც ქართულად ღმერთს ვეძახით და ესე იგი ეს სამყარო არ არის თვითნებურად რაღაცა მარადიული ან თვითნებურად შექმნილი, არამედ ამას ყავს შემქმნელი. და ასევე ჩვენც კაცობრიობა საიდან მოვდივართ, აი ამასაც ღმერთი გვასწავლის, სად ვართ და ასევე სად მივდივართ. აი ამ სამივე კითხვაზე ღმერთი პასუხს გვცემს. თვითონ ღმერთი გვაწვდის ინფორმაციას, საიდან მოვდივართ, სად ვართ და სად მივდივართ. აი ეს კითხვები კი არის
ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებიც პირადად ჩვენ გვეხება, რომელი საკითხების თუ ეს საკითხები ჩვენ არ გავარკვიეთ, ჩვენ ვიქნებით გაუგებრობაში და ამიტომაც არის რომ ღმერთს არ სურს ჩვენი გაუგებრობაში დატოვება და აი აგერ შემოგთავაზა მისი საღვთო წერილი, საიდანაც გვაწვდის ჩვენ ინფორმაციას, საიდან მოვდივართ, სად ვართ და სად მივდივართ. რა გველოდება ესე იგი მომავალში, მარადისობაში, ჩვენ ვიცით რომ აქ სიკვდილი არსებობს, ადამიანები კვდებიან და შემდგომ რა ხდება, ჩვენ ამის იქით ვეღარ ვიყურებით, ჩვენს პირად ძალებს ეს აღემატება და ამიტომაც არის რომ ღმერთმა ასე გაუგებრობაში არ დაგვტოვა და ჩვენ ცხოვრების, ასე ვთქვათ, ინსტრუქციაც, ჩვენი თავის ინსტრუქციაც და ღმერთთან ურთიერთობის გამოსასწორებელი ინსტრუქციაც აგერ დაგვიწერა თავისი ბიბლიის სახით. კარგით, ახლა მე გადავალ უშუალოდ კითხვებზე, ქალბატონი ნინი სვამს კითხვას, რომელიც ეხება კაენის ცოლს, ესე იგი, აი აგერ დაწვრილებით. კითხვა მაქვს, აი ასეთიო, ქალბატონი ნინი ამბობს, წერს, რომ დაბადების წიგნის მეოთხე თავში, სადაც საუბარია იმაზე, რომ კაენმა ცოლი მოიყვანა, კაენმა საიდან მოიყვანა ცოლიო, თუ დედამიწაზე მარტო ადამი და ევა იყოვო. ნოდის ქვეყანა ედემის აღმოსავლეთით საიდან გაჩნდაო. აი ეს კითხვები ისეთი კითხვებია, რომ შესაძლებელია სხვა ადამიანებსაც მოუვიდათ თავში აზრად აი ეს კითხვები უშუალოდ კითხვის პროცესში, ესე იგი, როდესაც წაიკითხეს ეს ადგილები, როდესაც ესე იგი კაენი კლავს თავის ძმას აბელს და შემდგომ უცბად საუბარია იმაზე, რომ გადაიხვეწება კაენი ედემის აღმოსავლეთით, ნოდის ქვეყანაში და შეუერთდება თავის ცოლს, კითხვა შეიძლება სხვადასხვა ადამიანებს დაებადოთ, რომ ეს ვინ მოიყვანა ცოლად კაენმა, ან ეს ნოდის ქვეყანა საიდან გაჩნდა, ეს რას ნიშნავს, ხო? ზოგადად რას ნიშნავს ეს ნოდის ქვეყანა და რატო არის ასე მოხსენებული, რომ ესე იგი კაენმა ცხოვრება დაიწყო ნოდის ქვეყანაში. რას ნიშნავს ეს ნოდის ქვეყანა? საქმე იმაშია, რომ მოდით ახლა მე გადავშლი აგერ აპლიკაციას, ბიბლიის აპლიკაციას, რომელსაც ამჟამად გამოვიყენებ და კონკრეტულად მოდით ერთად ვნახოთ, რას ეხება ეს კითხვა. ესე იგი, ბიბლიის პირველი ნაწილი, ღმერთის წერილის პირველი ნაწილი, დაბადება მეოთხე თავი. აი აგერ ეს არის ერთ-ერთი აპლიკაცია, რომელზეც მე ვთქვი, რომ გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს, მაგრამ ამჟამად მე მაინც გამოვიყენებ. ეს არის დაბადება, ნახეთ, აიყურეთ, შევედი, ხო, ეს ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, ეს პირობითად არის მთლიანობაში ეს ერთი მთლიანი წიგნია, შევდივარ მე აი აგერ ძველ აღთქმაში, შევდივარ დაბადებაში და გადავშლი მეოთხე თავზე. და ჩამოვალ აი აგერ. ნუ აქ საუბარია იმაზე, რომ შეიცნო ადამმა ევა თავისი დედაკაცი, დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა, კაცი შემეძინა უფლისაგან. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი მიწის მუშაკი. ნუ მოდით ამას ახლა გადავახტები. და აი აქედან გავაგრძელებ, თქვენ თვითონვე ეს შეგიძლიათ მთლიანად წაიკითხოთ. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი, დაორსულდა ქალი და შვა ენოქი.
გააშენა კაინმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი ენოქი. შეეძინა ენოქს ყირადი, ყირადმა შვა მეხუაელი, მეხუაელმა შვა მეთუშაელი, მეთუშაელმა შვა ლამექი და ასე შემდეგ, აი აგერ ლამექამდე მოვედით, ხო? შემდგომ აქ ლამექის ამბავია ჩაწერილი და 25 თავიდან თხრობა ისე უკან ბრუნდება, უკან ესე იგი და ჩაწერილია რომ კვლავ შეიცნო ადამიანმა თავისი ცოლი და შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან მომმადლაო უფალმა სხვანაშიერი ნაცვლად აბელისა კაინმა რომ მოკლა. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება. ეხლა რასთან გვაქვს საქმე? ქალბატონი ნინი სვამს კითხვას, რომ თუ კი ადამსა და ევას გარდა და ასევე კაენის გარდა, ესე იგი ამ სამის გარდა არ არსებობდა სხვა ადამიანიო, კაენმა ვინ მოიყვანა ცოლადო? ეს არის ასე ვთქვათ საინტერესო კითხვა, მაგრამ არასწორად არის დასმული კითხვა, გაუგებრობასთან გვაქვს ჩვენ აქ საქმე, არა იმასთან რომ ვთქვათ ბიბლიაში რაღაცა შეცდომა არის, არამედ იმასთან რომ ამ ადამიანმა, ქალბატონმა ნინიმ ესე იგი არ ჩაუკვირდა ეს ადამიანი, აქ რა ხდება და ცოტა არ იყოს ზედაპირულად მიუდგა ამ საკითხს და კარგი იქნება თუ აგერ მისთვის დასახმარებელი აღმოჩნდება ეს ვიდეო, ეს აუდიო ჩანაწერი, რასაც ახლა ვაკეთებ აგერ ბიბლიის მეშვეობით. საქმე იმაშია, რომ ესე იგი ღმერთი ჯერ გვაცნობს კაენის შთამომავლობას, ხოლო შემდგომ უკან ბრუნდება და გვაცნობს უკვე შეთის დაბადებას და შემდგომ შეთის ხაზს აგრძელებს. ესე იგი, აქ საუბარი არ არის კონკრეტულ თარიღებზე, აი აქ მე-17 მუხლში წერია, რომ შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. უпроსტորად აი აქედან დავიწყებ მე-16 მუხლიდან, რომ გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი, დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი ენოქი. რას ნიშნავს ეს? აქ არ არის გამოყენებული თარიღები, ესე იგი კონკრეტულად კაენი ამ ესე იგი აბელის მოკლიდან კონკრეტულად რამდენ ხანში გადაიხვეწა ნოდის ქვეყანაში, ეს თარიღი არ არის მითითებული და ასევე თარიღი არ არის მითითებული რამდენ ხანში მოიყვანა კაენმა თავისი ეს დედაკაცი, ხო? ცოლი. შესაძლებელია ჩვენ დავუშვათ, ასე ვთქვათ, ვინაიდან აქ კონკრეტული თარიღები არ არის მითითებული, ვთქვათ აი ასეთი რამ, რომ შესაძლებელია კაენმა აბელის სიკვდილის შემდეგ, ვთქვათ 100 წლის შემდეგ მოიყვანა ცოლი, ან 200 წლის შემდეგ, ან 50 წლის შემდეგ. ვინაიდან იმდროინდელი ადამიანები საკმაოდ დიდი ხანი ცოცხლობდნენ, აი მაგალითად ადამის სიცოცხლის ხანად მოხსენებული არის 930 წელი. ნოეს სიცოცხლის ხანად მოხსენებული არის 950 წელი. ასევე მათუსალა დაიბადა ნოემდე და მისი სიცოცხლის ხანი არის მოხსენებული 967 წლად. რას ნიშნავს ეს, რომ იმ დროს ადამიანები დიდი ხანი ცოცხლობდნენ და კონკრეტულად ეხლა როდესაც საუბარია კაენზე, აქ არ არის მითითებული კონკრეტულად კაენი რამდენი წლის იყო, როდესაც ცოლი მოიყვანა. რას ნიშნავს ეხლა ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ
ესე იგი, ადამსა და ევას აბელის სიკვდილის შემდეგ გაუჩნდათ მრავალი შვილები, მრავალი შვილი, გოგოებიც და ბიჭებიც და უკვე ამის შემდგომ კაინმა თავისი ახლობელი ნათესავი მოიყვანა ცოლად. ესე იგი, მან ცოლად მოიყვანა ან თავისი და, ან თავისი დიშვილი, ან თავისი ძმისშვილი, ან თავისი რომელიმე ნათესავი, ხო? აქ კონკრეტულად თარიღები არ არის მითითებული. ეხლა რას ნიშნავს ეს? ეხლა თქვენ ამას დააკვირდით და მსგავს პარალელურ მაგალითს ხვდებით დაბადების წიგნის 36 თავშიც, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ ღმერთი ჯერ გვაცნობს იაკობის ძმის ესავის შთამომავლობას. მაგასაც გადავავლებ თვალს, მანამდე კი უშუალოდ ახლა აი ამას დავაკვირდეთ. აი აქ მეოთხე თავში მე-17 მუხლიდან უკვე იწყება კაენის შთამომავლობის საწყისებია, ხო, აქ კაენის პირველ შვილს ერქვა ენოქი. ნახეთ, ღმერთი ჯერ გვაცნობს კაენის შთამომავლობას და აქ არის ჩამოთვლილი მთელი კაენის შთამომავალთა, იმ პირველ შთამომავალთა სახელები, ხო? ლამექამდე არის აი აგერ მოსული. და აგერ ლამექის შვილებიც არიან უკვე მოხსენიებულნი. და ამის შემდეგ, ესე იგი, ეს ლამექის ამბავია აღწერილი და ამის შემდეგ თხრობა ბრუნდება უკან და დაწერილია 25 მუხლში, რომ კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი, შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი. ეხლა ვინმე შეიძლება ისიც იფიქროს, ასე ვთქვათ, დაუკვირვებელმა მკითხველმა შეიძლება ისიც იფიქროს, რომ აი აგერ ლამექის დროს შეიცნო ადამმა თავისი ცოლიო და მაშინ გაჩნდაო ეს შეთიო, მაგრამ ეს ასე არ არის, შეცდომაში არ უნდა შეხვიდეთ, არამედ უნდა იყოთ მეტად დაკვირვებულები და ბიბლიას ახასიათებს, ესე იგი ღმერთს ახასიათებს ისეთი ხელწერა, რომ ხშირად არის, რომ უკან ბრუნდება თხრობა. და ეს ასე ვთქვათ, აი ეს უკან დაბრუნების თხრობის უკან დაბრუნება გამოყენებული არის სხვადასხვა ფილმებშიც, როდესაც ფილმს გვაჩვენებენ და უცბად ჩაერთვება კადრი და დაეწერება იქ, რომ ვთქვათ 10 წლის უკან, ვთქვათ 20 წლის უკან და 20 წლის წინანდელ ამბავს გვაჩვენებენ ფილმში. მსგავსად ამისა, აი აქაც მსგავსი რამ არის გამოყენებული, როდესაც ესე იგი თხრობა ისევ კვლავ უკან ბრუნდება და უკვე ღმერთი კაენს დროებით შორდება, ასე ვთქვათ, კაენზე თხრობას დროებით წყვეტს და ბრუნდება უკან და უკვე ჩვენ გვაცნობს შეთის დაბადებას. ეხლა უყურეთ აი აქ, ესე იგი 25 და 26 თავით მთავრდება ეს მეოთხე მუხლი, ხო? აქ წერია, რომ ესე იგი ადამსა და ევას შეეძინათ შვილი აბელის სიკვდილის შემდეგ და მას დაარქვეს სახელად შეთი, ხო? შემდგომ წერია, რომ შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება. დააკვირდით ახლა, გადავდივართ ჩვენ მე-5 თავზე და თხრობა ისევ კვლავ უკან ბრუნდება. დააკვირდით ამას. ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი, როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი. აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს. ნახეთ, ადამის შექმნა, კონკრეტულად ადამიანის შექმნა მოხსენებული არის დაბადების პირველ თავშიც, მეორე თავშიც და ასევე მე-5 თავშიც გამეორებულია. აქ
ის კი არ არის რომ თქვათ ღმერთმა სამჯერ შექმნა ადამი. არა, ნახეთ დააგვირდით ამას. ისევ ღმერთი უკან აბრუნებს თხრობას და ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, გვახსენებს. გახსენებით ჩვენ ასე ვთქვათ, გვახსენებს და შემდგომ უკვე სწორად მიჰყვება აი ამ გენეალოგიას, ვიდრე ნახეთ ნოემდე, აი აქ მეხუთე თავში. ადამმა 130 წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი და უწოდა სახელად შეთი. შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს 800 წელი და 7 ძენი და ასულნი. დააკვირდით ამას, აი აქ უკვე შეთის დაბადებაც კი გამეორებულია. ესე იგი მეოთხე თავის ბოლო მუხლებში ხო არის ჩაწერილი, რომ ადამსა და ევას შეეძინათ შეთიო, ხო? აი აქ მეხუთე თავში ისევ გამეორებულია ეს ინფორმაცია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ესე იგი აი აგერ მეხუთე თავის მეოთხე მუხლში წერია ის, რომ შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს 800 წელი და 7 ძენი და ასულნი. ესე იგი 7 ძენი, ბიჭები, ესე იგი და ასულნი, გოგოები. შესაბამისად, კაინმა ვინ მოიყვანა ცოლად, ამაზე ნათელი პასუხი ბიბლიაშივე არის მოცემული, რომ კაინმა ცოლად მოიყვანა მისი უახლოესი ნათესავი, ან რომელიმე მისი და, ან დიშვილი, ძმისშვილი, ძმის შვილიშვილი, დის შვილიშვილი, ეს დაკონკრეტებული არ არის, რომელიმე მისი ნათესავი მოიყვანა ცოლად. და ამავე დროს დაკონკრეტებული არ არის აბელის სიკვდილის შემდეგ რამდენ ხანში მოიყვანა მან ცოლი. შეიძლება ვთქვათ, დის შვილთაშვილიც კი მოიყვანა ცოლად, ან ძმის შვილთაშვილიც, ან რომელიმე სხვა მისი ნათესავი. ეხლა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ღმერთმა ეს კონკრეტულად არ დაგვიწერა, მაგრამ აგერ ადამსა და ევას მრავალი ძენი და ასული შეეძინათო და რა თქმა უნდა, კაინმა მისი ნათესავი მოიყვანა ცოლად, ეს მაშინ ინცესტად არ ითვლებოდა, არავის ეგონოს რომ თითქოს ეს არის რაღაცა ინცესტი, გარყვნილება, ეს ასე არ არის. თავდაპირველად დაშვებული იყო ის, რომ ესე იგი ღმერთისგანვე დაშვებული იყო და-ძმას შორის აი ესეთი ურთიერთობა, სქესობრივი ურთიერთობა, ეს არ იყო გარყვნილება, ეს არ იყო ინცესტი. შემდგომ ამისა ღმერთმა, ასე ვთქვათ, ნაწილობრივ ეს აკრძალა, მაგალითად აბრაამის ეპოქაში უკვე სრული დის მოყვანა ცოლად არ შეიძლებოდა, არამედ ნახევარ და შეიძლებოდა მოეყვანა კაცს. და მე მინდა ესეც გაჩვენოთ. დააკვირდით ახლა, ეს არის ბიბლიის პირველი ნაწილის, იგივე დაბადების მე-20 თავში ჩაწერილი ამბავი. როდესაც აბრაამი ელაპარაკება აბიმელექს და ეუბნება მას, რატომ მოიქცა ისე, რომ თავისი ცოლი თავის დად გაასახა, ასე ვთქვათ. და უთხრა აბრაამმა აბიმელექს, რომ ვიფიქრეო, ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ მეთქი. მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამაჩემის ასულია იგი, ოღონდ დედაჩემის ასული არ არის, ამიტომაც ვითხოვე ცოლად. როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან ამახეტიალა, ვუთხარი ქალს, ეს ერთი მადლი მიყავი მეთქი. რა მხარეშიც არ უნდა მოვხვდეთ, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის თქო ეს კაცი. ესე იგი, როდესაც აბრაამი აბიმელექის ქვეყანაში მდგმურად მივიდა თავის ცოლზე, სარაზე თქვა, რომ ეს ჩემი და არისო და აბიმელექს
მოეწონა სარა, მოეწონა სარა აბრაამის ცოლი და თქვა აბრაამმა სარაზე თავის ცოლზე, რომ ჩემი და არისო ეს ქალიო. მაშინ ნახეთ, აბიმელექმა გერარის მეფემ კაცი გაგზავნა და წაიყვანა სარა. ესე იგი აბიმელექს მოეწონა სარა და როცა გაიგო რომ ეს დაიყო აბრაამისა, წაიყვანა თავისთან, რომ ცოლად მოიყვანა იგი. მაგრამ მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი. აბიმელექი არ მიჰკარებია ქალს, უთხრა: უფალო, ნუ თუ მართალ ხალხს დაღუპავ, განათავად არ მითხრა ჩემი და არისო, ქალმაც ხომ მითხრა ჩემი ძმა არისო ეს კაცი, წრფელი გულითა და უმწიკლო ხელით გავაკეთე ეს. უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: მეც ვიცოდი რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე, არ მიგაკარე მაგ ქალს. ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი, ილოცებს შენთვის, რომ ცოცხალი გადარჩე. თუ არ დაუბრუნებ, იცოდე სიკვდილი არ აქცდებათ შენც და შენიანებსაც. ადგა დილა ადრიანად აბიმელექი, დაიბარა თავისი მორჩილნი და მოუყვა მათ მთელ ამ ამბავს. მეტისმეტად შეშინდა ხალხი. დაიბარა აბიმელექმა აბრაამი და უთხრა: ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე რომ ასეთ დიდ ცოდვაში მაგდებდი მეც და ჩემს სამეფოსაც, ისეთ საქმეს მიპირებდი, რაც არავისთვის უქნიათ ოდესმე. კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რას ფიქრობდი ამ საქმეს რომ მიპირებდი? უთხრა აბრაამმა: ვიფიქრე, ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ მეთქი. მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამა ჩემის ასულია იგი, ოღონდ დედა ჩემის ასული არ არის. ამიტომაც ვითხოვე ცოლად. როცა ღმერთმა მამა ჩემის სახლიდან ამახეტიალა, უთხარი ქალს, ეს ერთი მადლი მიყავი მეთქი, რა მხარეშიც მოხვდებით, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის თქო ეს კაცი. აიღო და მისცა აბიმელექმა აბრაამს სხვა ძროხა, ყმები და ყმა ქალები და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლიც. უთხრა აბიმელექმა: აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა, იცხოვრე შენს ნებაზე. სარას უთხრა: აჰა, 1000 ვერცხლი მივეცი შენს ძმას, ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის, ყველასთან გამართლებული ხარ. ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მისი მხევლები და ეყოლათ შვილები. რადგან ყველასთვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის სარას გამო. გასაგებია, ხო? ეს ისტორია გასაგებია, აქ რა ამბავიც დატრიალდა, ეს მთელი ისტორია იმიტომ მოვყევი, რომ სრული კონტექსტი რომ გასაგები ყოფილიყო. ესე იგი, როგორც ჩანს ამ დროს, ესე იგი, ღმერთს ნაწილობრივ გაუქმებული ჰქონდა ეს დედმამიშვილის ცოლად მოყვანა და ნახევარდის მოყვანა შეიძლებოდა, ხოლო სრული დის მოყვანა არ შეიძლებოდა. კონკრეტულად ამას ჩვენ ვგებულობთ აი აქ მე-12 მუხლიდან. როდესაც აბრაამი განმარტავს აი ამას, რომ მართლაც ჩემი და არისო ეს ქალიო, სარაო, ესე იგი, მამა ჩემის ასულია იგი, ოღონდ დედა ჩემის ასული არ არის, ამიტომაც ვითხოვე ცოლად. ესე იგი, სარა მისი დედის და მამის ორივეს შვილი რომ
ყოფილიყო უკვე აბრაამი მას ცოლად არ მოიყვანდა. და ამიტომაც არის აი აქ კონკრეტულად ეს ასე ვთქვათ, განმარტება აბრაამის მხრიდან, რომ იმიტომ მოვიყვანეო, რომ ეს მამაჩემის ასულია, მაგრამ დედაჩემის ასული არ არისო და ესე იგი ნებადართული არისო. ხოლო დედამისის ასულიც რომ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში უკვე ნებადართული აღარ იქნებოდა. ახლა მოდით გადავალ კონკრეტულად აი ამ ამბიდან გავიდა საკმაოდ დიდი დრო და უკვე მოსეს პერიოდში ღმერთმა სრულად აკრძალა ნახევარ-დის მოყვანაც კი ცოლად. ესე იგი აბრაამიდან გავიდა საკმაოდ დიდი დრო და ეხლა აი აგერ გადავშლი. ეს არის ლევიანების მე-18 თავი, აი ნახეთ. ლევიანების მე-18 თავი. და აი აქ არის მოცემული უკვე სრული აკრძალვა ნახევარ-დის მოყვანაზეც კი. ნახეთ, ახლა ეს აპლიკაცია მომწონს იმიტომ, რომ შემიძლია აი აგერ საძიებო სისტემაში ჩავწერო ნებისმიერი სიტყვა და უცბად ამომიგდებს ეს სიტყვა სად არის გამოყენებული. ყურეთ, მამაშენის, აი ასე ჩავწერე და უცბად ამომიგდო ეს ადგილები, სადაც ეს სიტყვა არის გამოყენებული. და აი აგერ მე-18 თავის მე-9 მუხლში. არა ხადო სიშიშვლე შენს დას, მამაშენის ასულს, ან დედაშენის ასულს, შინ დაბადებულს, ან გარეთ დაბადებულს. ნახეთ, აი აქ უკვე ღმერთი სრულად კრძალავს ნახევარ-დის ცოლად მოყვანასაც კი. ნახეთ, მე-18 თავის, ესე იგი ლევიანების მე-18 თავის მე-9 მუხლში არის ეს ინფორმაცია მოცემული. იმ შემთხვევაში აბრაამს თავისი ნახევარ და მამამისის ასული სარა ჰყავდა ცოლად და იმ დროს ეს ღმერთისგანვე იყო ნებადართული, ხოლო აქედან გავიდა დიდი დრო და ღმერთმა ეს უკვე აკრძალა. ხოლო სულ თავიდან ადამსა და ევას იმ დროს ნებადართული იყო საკუთარი დის, აგერ კაენს რომ თავისი კონკრეტულად თავისი და მოიყვანა ცოლად, ეს იყო მისთვის ნებადართული და ეს არ ითვლებოდა იმ დროს ინცესტად და არ ითვლებოდა ცოდვად. ამიტომაც თუ აქ ადამიანი რაღაცა უაზრო სიჯიუტეს არ გამოიჩენს, გასაგებია ხო აქ რაზეც არის ლაპარაკი, ესე იგი ღმერთს შეუძლია რაღაცა კონკრეტულად რომელიღაცა ფიზიოლოგიური კანონი თქვათ დაადგინოს, ან გააუქმოს. ეს თვითონ აკეთებს აი ამას და თვითონ იცის ღმერთმა ჩვენი ორგანიზმი რა არის, როგორ არის და როდის რა, ესე იგი როდის მოგცეს ნებართვა და როდის აგვიკრძალოს ესა თუ ის რამ. ამ შემთხვევაში ესე იგი აქ საუბარი არ არის ინცესტზე. ადამსა და ევას ეყოლათ მრავალი ძენი და ასული და ისინი ერთმანეთში ქორწინდებოდნენ და ეს ცოდვა არ იყო. რაც შეეხება ახლა ქალბატონი ნინის მეორე შეკითხვას, ნოდის ქვეყანა ედემის აღმოსავლეთით საიდან გაჩნდაო. ნოდის ქვეყანასთან დაკავშირებით მე რაც მოძიებული მაქვს ინფორმაცია, ზოგადად ნოდი თვითონ ეს სახელი ატარებს თავის მნიშვნელობას და სხვადასხვა განმარტებები ამ მნიშვნელობაზე. ერთ-ერთი განმარტება არის არეულობა, ესე იგი შფოთი და ასევე მოხეტიალესაც ნიშნავსო ზოგიერთ ასე ვთქვათ თვითონ ინტერნეტ საიტებშივე არის მოცემული ამაზე განმარტებები, რომ ესე იგი ესე იგი კაენი გადაიხვეწა და
და დაიწყო მან უღმერთოდ ცხოვრება ამ შფოთის ქვეყანაში. არეულობის, შფოთის, მოხეტიალობის ქვეყანაში, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. ეხლა მე არ მინდა ამას ზედმეტად ესე ჩაუღრმავდე, ვინაიდან ეს კონკრეტულად სიტყვა ნოდის მნიშვნელობები, ამისი განმარტებები ასე თუ ისე არსებობს და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ჩავუკვირდეთ ზუსტად აი ამას, ესე იგი, საიდან იღებს სათავეს აი ეს სიტყვა, რა მნიშვნელობას ატარებს და ამ შემთხვევაში ღმერთმა ისეთი განაჩენი გამოუტანა მას, კაენს. ფაქტიურად კაენი ღმერთს არ დაემორჩილა, მისი სიტყვა დაარღვია, მისი გაფრთხილება უგულებელყო და თავისი ძმა აბელი მოკლა. ხოლო შემდგომ, როდესაც აგერ ღმერთი გამოელაპარაკა კაენს და უთხრა, რომ ესე იგი, სად არისო შენი ძმა აბელიო, მან უთხრა, რომ ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარო, არ ვიციო, ესე იგი. უთხრა ღმერთმა, ეს რა ჩაიდინე, შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. ამ იერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას. დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. ხო, მოკლედ ესე იგი, ფაქტიურად კაენმა უღმერთოდ დაიწყო ცხოვრება შფოთის ქვეყანაში. შფოთის ქვეყანაში, რომელიც აგერ ნოდის ქვეყნად არის მოხსენებული. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დროს კონკრეტულად ეს ცხადია, რომ კაენის დროს კონკრეტული რაიმე ქვეყანა, სადაც ადამიანები, სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ, ასეთი რამ არ არსებობდა, ამიტომაც ეს გამორიცხულია. ეხლა მე მინდა კიდევ ერთი განმარტება გავაკეთო ბიბლიაზე დაყრდნობით, რომელიც ეხება დაბადების წიგნში მეორე თავში მოხსენიებულ სამ ქვეყანას. ერთ-ერთი არის ხავილა, მეორე არის აშური და მესამე არის ქუშის ქვეყანა. კონკრეტულად ეს სამი ქვეყანა არის მოხსენებული დაბადების მეორე თავში და კარგი იქნება, რომ ამაზეც ვინც დაუკვირვებელი კითხველია, კარგი იქნება, რომ მან თვითონ იპოვოს ამაზე პასუხები, მაგრამ ვინაიდან უკვე ამ ჩანაწერს ვაკეთებ, მოდით იმაზეც ვისაუბრებ. ნახეთ მეორე თავში, მე-11 მუხლიდან საუბარია იმაზე, რომ უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი. შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. მდინარე მოედინება ედემის ბაღის მოსარწყავად. მერე იტოტება და იქმნება 4 ნაკადი. ერთი სახელია ფიშონი, იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა. კარგია იმ ქვეყნის ოქრო, იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც. მეორე მდინარის სახელია გიხონი, იგი გარს უვლის მთელ ქუშის ქვეყანას. მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი, იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი. ნახეთ ახლა, აქ საუბარია იმაზე, რომ ჯერჯერობით აგერ მხოლოდ ადამია შექმნილი, ჯერ ასე ვთქვათ, ჯერ ქალიც კი არ არის შექმნილი
და უცბად ჩანართია გაკეთებული, რომ აგერ ეს მდინარე მოედინება ედემის მოსარწყავად, შემდეგ იქმნება 4 ნაკადი, ამ ნაკადების სახელებიც არის მოხსენებული და კონკრეტულად ნახსენებია ის, რომ ერთ-ერთი ნაკადი სახელად ფიშონი გარს უვლის ხავილას ქვეყანასო და შეიძლება ადამიანმა უცბად იფიქროს, რომ ეს ხავილას ქვეყანას აქ რა უნდა. თუ ჯერ მხოლოდ ადამია შექმნილი, ეს ხავილა ვინღა არის და რატომ არის ეს ჩანართი მოწოდებული აი აქ. ასევე მოხსენებული არის აქ ქუშის ქვეყანაც, აგერ მე-16 მუხლში, შემდგომ მე-17 მუხლში მოხსენებული არის აშური. ეხლა ჩვენ რასთან გვაქვს საქმე? თუ კი ადამიანი აქ არ გაჩერდება და მთელ ამ დაბადებას წაიკითხავს, სულ არის აქ 50 თავი, თუ კი იგი ამას მთლიანად წაიკითხავს, იგი აუცილებლად გაიგებს ამ კითხვებზე პასუხს, თუ რატომ არის მოხსენებული ეს ხავილას, ქუშის და აშურის ქვეყნები აი აქ. საქმე იმაშია, რომ კონკრეტულად ბიბლიის პირველი ნაწილი ღმერთმა დააწერინა მოსეს. ესე იგი, ადამიდან საკმაოდ დიდი ხნის გასვლის შემდეგ, როდესაც გაჩნდა მოსე და მოღვაწეობს მოსე, სწორედ ღმერთი გამოეცხადება მოსეს და სწორედ მოსეს დააწერინებს ამ დაბადების წიგნს, ამ პირველ ნაწილს. ესე იგი, ღმერთი თავისი წერილის პირველ ნაწილს უშუალოდ აწერინებს მოსეს. და ზუსტად მოსეს დროს არსებობდა ეს ხავილას ქვეყანაც, მოსეს დროს არსებობდა ქუშის და აშურის ქვეყნებიც. ესე იგი, ადამის დროს ეს ქვეყნები არ არსებობდა, არამედ არსებობდა მოსეს დროს. და იმისათვის, რომ ღმერთს მიენიშნებინა მოსესთვის და ასევე მკითხველებისთვისაც, კონკრეტულად რა ადგილებში მდებარეობდა აი ეს მდინარეები, ღმერთმა ადგილ მდებარეობისთვის მიუთითა მას, რომ აი დღეს, რომ აი აქა და აქ არსებობს ეს ხავილას ქვეყანა, აი ეს ერთ-ერთი მდინარე, რომლის სახელი არის ფიშონი, გარს უვლის სწორედ აი ამ ხავილას ქვეყანასო. მსგავსი რამ ეხლა მე ადრეც გამიკეთებია მსგავსი შედარებისთვის რო ავიღოთ ეხლა დღევანდელ 21 საუკუნეში ერთი ასეთი მაგალითი. მაგალითად, დღეს ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ქალაქი თბილისი, სადაც მოედინება მდინარე მტკვარი, რომელიც თბილის, ასე ვთქვათ, შუაზე ყოფს, ხო? მაგრამ არსებობდა დრო ადრე წარსულში, როდესაც ქალაქი თბილისი არ არსებობდა, მაგრამ არსებობდა მდინარე მტკვარი, ხო? და მე თუ მინდა რომ, თქვათ, რომელიმე ძველი ამბავი დავწერო, თქვათ, სიტყვაზე ვიძახი, თქვათ, 4000 წლის წინ ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა თბილისის ადგილას, უფრო სწორია ვთქვა, რომ რომელიც ცხოვრობდა მდინარე მტკვრის პირას, ასე ვთქვათ, რომელი მდინარეც შუაზე ყოფს ქალაქ თბილისს. ნახეთ, ესე იგი, 4000 წლის წინ კონკრეტული პიროვნება, მაგალითად, სახელად, რა დავარქვა, ესე იგი, ამ პიროვნებას, აი, მაგალითად, სახელად თამარი, 4000 წლის წინ ერთი ქალი სახელად თამარი
ცხოვრობდა მდინარე მტკვრის პირას, რომელი მდინარეც შუაზე ყოფს თბილისს. ნახეთ, ესე იგი მე ვიყენებ აწმყო დროში უკეთ გასაგებად დღევანდელ ტოპონიმს, ხო? აი ამ ადგილს თბილისს ვახსენებ, მაგრამ 4000 წლის წინ თბილისი არ არსებობდა, ხო? და ამიტომაც არის, რომ აი აქაც ღმერთი აი ასე იყენებს აი ამ ინფორმაციას, რომ ესე იგი ადამის დროს არ არსებობდა ხავილა, არ არსებობდა აშური, არ არსებობდა ქუში, არამედ ღმერთი, ასე ვთქვათ, მოსესთვის ადგილმდებარეობის მისანიშნებლად წერს აი ეს მდინარეები რა ადგილზე არსებობდნენ და რა ადგილზე არსებობდნენ ადამის დროს და ასევე რა ადგილზე არსებობენ მოსეს დროს. ეხლა მე მინდა რომ აი აგერ მაგალითად ერთ-ერთი არის ხავილა მოხსენებული. თუ კი თქვენ ბიბლიის კითხვას გააგრძელებთ, აღმოაჩენთ რომ ეს ხავილა, აშური და ქუში უკვე იბადებიან წარღვნის შემდგომ ნოეს შთამომავლობიდან. აიყურეთ აი აქ საძიებო ველში ჩავწერ მე სიტყვა ხავილას. ხავილა. ნახეთ. მეათე თავში. ნახეთ, ქუშის ძენი. ეს ქუში იყო ქამის შვილი. ქამი იყო ნოეს შვილი. როდესაც ნოე და მისი ოჯახი, სულ 8 სული, ნოე მისი ცოლი, მისი 3 ვაჟი და მისი 3 რძალი გამოვიდნენ კიდობნიდან და მათ დაიწყეს გამრავლება. კაინის ბოდიში ნოეს შვილებს შეეძინათ თავიანთი შვილებიც და აი აგერ ქამის ძეებია მოხსენებული დაბადების მეათე თავში, რომ ქამის ერთ-ერთი შვილი იყო ქუში, უყურეთ, ქუში, ხო? ქუში მოხსენებულია დაბადების მეორე თავში. ქუში, ქუშმა შვა ეს სება, ხავილა, ნახეთ, ხავილა. ხავილა, უყურეთ, ასევე ქუშმა შვა ნებროთი, ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანასეო. და ამ ნებროთის რჩეული ქალაქები იყო ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე შინყარის ქვეყანაში. ამ ქვეყნიდან გამოვიდა აშური და ააშენა ნინევე. ესე იგი, ამ აშურმა, ესე იგი, ააშენა ნინევე, ააშენა რეჰობოთ ქალაქი, ქალაქი და რესენი, ნინევესა და ქალაქს შორის, დიდი ქალაქი. ესე იგი, აი ეს აშური დაბადებულა კონკრეტულად წარღვნის შემდგომ. და ზუსტად აი ეს არის, რომ ესე იგი, ეს ქვეყნები და ეს ქალაქები, რომლებიც უკვე არსებობდა მოსეს პერიოდში, ღმერთმა მოსესთვის მისანიშნებლად დაბადების მეორე თავში მოსეს ჩააწერინა კონკრეტულად იმის მისანიშნებლად, თუ აი სად მდებარეობდა ის მდინარეები. ეს არის და ეს. მე მგონი გასაგები უნდა იყოს ეს დაკვირვებული მსმენელისთვის, მით უმეტეს თუ დაკვირვებული მკითხველია ნებისმიერი ადამიანი, მას ასე დაღეჭილად განმარტება არც დაჭირდება, არამედ თვითონ ამას მიხედავს და აგერ წაიკითხავს და თუ კი მე აგერ გიორგი ლაცაბიძემ ეს გავაკეთე, რატო ვერ გააკეთებს სხვა ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაკვირვებულია და გულწრფელია და უნდა რომ გაიგოს და ეხლა სხვა დანარჩენი არსებობენ ადამიანები, არ უნდათ გაგება არ უნდათ და რაღაცა ზედაპირულად სპეციალურად თუ რაღაცა მაგას ხლა რა მნიშვნელობა აქვს, ასე ზედაპირულად აზროვნებენ და არ უნდათ რაი გაგება არ უნდათ და როცა ადამიანს გაგება არ უნდა,
მას ვერაფერს გააგებინებ. ახლა არ უნდა გაგება და მიდი და აგებინე. ახლა აი მაგალითად ერთ-ერთმა კომენტატორმა სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დამისვა კითხვა და აგერ მინდა რომ ამ კომენტატორის აი ეს კომენტარიც წავიკითხო, ყურეთ. მეგობარო, მაგ მდინარეს რომ გადაახტიო, ესე წერია რომ იტოტება 4 ნაწილად და თან სახელები ჰქვია. ვინ დაარქვა ის სახელები და თან ხავილას ქვეყანას უვლისო, მეორე ქუშის ქვეყანასო და ასე შემდეგ. მთელ ბიბლიურ ზღაპრებს ხომ არ დავწერო, არა? თუ ესენი ქვეყნები იყო ადამ და ევა, პირველი ადამიანები როგორღა იყვნენ? შემდეგ კაენმა მიაკლა თავისი ძმაო და ნოდის ქვეყანაში გაიქცაო. თან ყოველი შემხედრი დამბრედავსო. აი ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, ზედაპირულად ბიბლიის ეს ნაწილი წაიკითხა, არ დაკვირვებია, ბოლომდე არ გაუგრძელებია კითხვა და ეხლა ასეთ ადამიანს რა უნდა ველაპარაკო და ნახეთ ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ასე ზედაპირულად აზროვნებს ეს ადამიანი, ნახეთ ეხლა როგორი დასკვნები აქვს გამოტანილი მიუხედავად ამისა. ნახეთ, ესე იგი, თუ გინდა ისიც მდინარე სადაც ჩადის, კარგი ოქროაო, ზურმუხტის და ანთრაკის ქვებიო. ესე იგი, გამოდის რომ ის უცხო პლანეტელები, ვისაც ღმერთად აღიქვამდნენ, ფერმა ჰქონდათ ადამის და ევას მსგავსი შექმნილი კლონების და წიაღისეულზე ამუშავებდნენ, სანამ ეგრეთ წოდებულმა გველმა თვალები არ აუხილათ, რომ ისინი მონები იყვნენ და ასე შემდეგ. რატომ ამ ვერსიით არ განიხილავთ? როგორც ეხლა შენ ხსნი, ასე ხსნიან ეგრეთ წოდებული კათოლიკეები, პროტესტანტები, მართლმადიდებლები, მუსლიმები და სხვადასხვა რელიგიური სექტები. თუ მასე იყო, რაც ურიებმა დაგვიწერეს და თან წმინდა წიგნად შეატენეს თელ კაცობრიობას, თან ყველას მასე გჯერათ, მაშ რაღაც ვეღარ იყოფთ ერთმანეთში, დაყოფილები რომ ხართ. ეხლა ამ ადამიანს რა უნდა ველაპარაკო? ელემენტარულს თვითონ არ ჩაკვირვებია, რომ გაეგო, ესე იგი, ეს ხავილა რატოა მოხსენიებული დაბადების მეორე თავში, ესე იგი, რატომ არის ეს ქვეყნები მოხსენიებული, ამ ძალიან უმარტივეს რამეს არ დაუკვირდა და მეკითხება ეხლა, ესე იგი, რომ რატო ხარ თუ დაყოფილებიო ერთმანეთშიო. ამან ალბათ არც იერობოამ ნაბატის ძის ამბავი იცის, ვინ იყო ეს კაცი, რა გააკეთა მან, მთელი რიგი ეს ისტორიები, რაც ღმერთმა ჩვენ დაგვიწერა, როგორ იქმნებოდა ეს სხვადასხვა რელიგიური სექტები და ეხლა ამას გონია, რომ აი მე და ვიღაცა კათოლიკეები ერთმანეთში რაღაცას ვერ ვიყოფთ. და რა უნდა უხსნა ამ ადამიანს, როცა ამ ელემენტარულში არ არის გარკვეული, რატომ არის მოხსენიებული აი ეს ხავილა, ქუში და აშური დაბადების მეორე თავში. რაზეც მე ვილაპარაკე უკვე. და ეხლა მე მინდა გაჩვენოთ იგივე ამ ადამიანის დაწერილი ბოდვები, რომლითაც პასუხს ცემს ქალბატონ ნინის. აი ეს კითხვა მე წავიკითხე და ნახეთ, ბიბლია არის ურიებისგან გაყალბებული წიგნი და გვატენიან როგორც წმინდა წიგნს. ადამამდე და ევამდე კაცობრიობა ცხოვრობდა. აი ნახეთ, აი ეს არის პირდაპირი სატანური აზროვნების მაგალითი, როდესაც ადამიანი ელემენტარულ ძალიან მარტივ რამეებში ვერ ერკვევა, არ უკვირდება, როგორიც არის აი წინა კომენტარში, რაც წავიკითხე, რომ ეს ადამიანი ვერ ერკვევა და არ ერკვევა, რატომ არის დაბადების მეორე თავში ჩაწერილი ხავილა, ქუში და აშური, ამაში ვერ ერკვევა
და ამ დროს უცბად გამოაცხო ასეთი დასკვნა, რომ ბიბლია არის ურიებისგან გაყალბებული წიგნი და გვატენიან როგორც წმინდა წიგნსო. ამაზე ახლა ხომ ვისაუბრე, არა ეს ხავილა რატო არის მოხსენებული და ესე იგი ეს ადამიანი თვითონ აი ასეთ უმარტივეს რამეს არ დაკვირვებია და სამაგიეროდ ეხლა აი ასეთ სატანურ პირდაპირ ესე იგი ღმერთის საწინააღმდეგო ბიბლიის ღმერთის საწინააღმდეგოდ ცდილობს რომ ბიბლიის დისკრედიტაცია მოახდინოს ამ შემთხვევაში აგერ კომენტარების მკითხველთა თვალში. ადამაჰო ეს გასაგებია. წავიკითხე. იესო რომელ მამაზეც საუბრობს, ის ზუსტად ის არის მართლა ღმერთი. სამწუხაროდ კაცობრიობა ისე გამოაშტერეს, რომ ეგრეთ წოდებული ძველი აღთქმის ღმერთს ყოვლის შემომქმედად აბრავებენ. ურიებს რაც შეეხება და მათ ღმერთს, ის არ არის ყველას ღმერთი. ურიების ღმერთი არის სისხლის მსმელი და დაუნდობელი ღმერთი, რომელიც არ ინდობდა ქალს, ბავშვს და არც ერთ უცხო ტომელს. ეგრეთ წოდებული თავის რჩეულ ერსაც კი არ ინდობდა. იესო რომელ მამაზეც საუბრობს, ის არის ზუსტად ის არის მართლა ღმერთი. სამწუხაროდ კაცობრიობა ისე გამოაშტერეს, რომ ეგრეთ წოდებული ძველი აღთქმის ღმერთს ყოვლის შემომქმედად აბრავებენ. ეხლა საქმე რაშია იცით, რომ იმიტომ ვთქვი, რომ ეხლა ამ ადამიანს რა უნდა ველაპარაკო მეთქი, რომ ესე იგი მოდი აბა ეს ადამიანი თუ ნახავს ამ ჩემს ჩანაწერს, მოусმენს, შემდგომ დამელაპარაკოს, აი აგერ დამელაპარაკოს, ან ისევ დაწეროს ეს კომენტარი. გაიგო თუ არა ხავილას, ქუშის და აშურის ქვეყნების მოხსენიების მიზეზი დაბადების მეორე თავში. აი ეს მაინტერესებს ჯერ ეს გაიგო თუ არა მან და თუ იტყვის რომ ეს გაიგო და გასაგებია და წინააღმდეგობას ვეღარ ხედავს აი ამაში, მაშინ სხვა რაღაცებზეც დავილაპარაკები ამ ადამიანს. აი აგერ ჩაუწერ ვიდეოს და მის მიერ აი ამ დაწერილ ინფორმაციასაც გავცემ პასუხს იგივე ბიბლიაზე დაყრდნობით. საქმე იმაშია, რომ ზოგადად ადამიანებში არის გავრცელებული სხვადასხვა მოსაზრებები. ერთ-ერთი მოსაზრება არის აი ეს, რომ თითქოს და ვიღაცა უცხო პლანეტელებს ფერმა ჰქონდათ ადამიანების კლონების და მათ წიაღისეულზე ამუშავებდნენო, ეს ადრეც გამიგონია და რა თქმა უნდა ეს არის სრული სიცრუე, ამას არ აქვს კავშირი რაიმე საღასრთან, მაგრამ სამაგიეროდ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ადამიანმა რატომღაც ეს თეორია, ასე ვთქვათ, აი ეს აზრი უბრალოდ სასწრაფოდ გაიზიარა, მაგრამ აი ის ვერ გაუგია ხავილა რატომ არის მოხსენებული ბიბლიის დაბადების მეორე თავშიო. მოკლედ მე აქ გავჩერდები, ამჟამად ამ ორ კითხვას გავეცი პასუხი, ძირითადად ამ ორ კომენტატორს გავეცი ამჟამად პასუხი. ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხებიც არის ეს. ეხლა როდესაც ადამიანი გულწრფელად სვამს კითხვას, რა თქმა უნდა, შეიძლება ასეთ ადამიანს მივეხმარო და გავცე პასუხი. და აგერ ქალბატონი ნინიც თუ ასეთი ადამიანია, მიიღებს ამ პასუხს და შემდგომ ამისა უფრო ნაყოფიერი იქნება მისი მუშაობა ბიბლიასთან. მე მას ვურჩევ იმას, რომ ბიბლია აიღოს
წაიკითხოს და ეცადოს რომ აი ეს კითხვები რაც მას ებადება თვითონ ბიბლიაშივე მოძებნოს. იმიტომ რომ აქ რაიმე ესეთი გაურკვეველი არ არის, თუ კი ესე იგი აი აქ კაინმა საიდან მოიყვანა ცოლი, აქ გაურკვეველი არაფერია. ასევე ნოდის ქვეყანასთან დაკავშირებით მე ადრე გავაკეთე ჩანაწერი, სადაც ვთქვი, რომ მოსეს დროს არსებობდა მეთქი ეს ნოდის ქვეყანა და იმისათვის რომ ღმერთს მიენიშნებინა რომ აი რა ადგილას დასახლდა კაინი, ამისათვის დააწერინა რომ აი დღეს რომ ნოდის ქვეყანა არის, აი ამ ადგილას დასახლდა კაინი, ასე ვთქვათ. მე ესე იგი ეს მაგალითი ავიღე ხავილას, ქუშის და აშურის ქვეყნებიდან და რეალურად ესეც შეიძლება სწორი იყოს და ის განმარტება მეორე განმარტება, რომელიც უკავშირდება კონკრეტულად ქუშის სახელის მნიშვნელობას, რომელსაც განმარტავენ რომ ეს ქუში ბოდიში, ეს ნოდი ბოდიში, ესე იგი ნოდის სახელის მნიშვნელობა განიმარტება რომ ეს ნიშნავს არეულობას, შფოთს, ესე იგი და ვინაიდან კაინი ღმერთს დაშორდა, უღმერთოდ დაიწყო მან ცხოვრება, ამიტომაც მან დაიწყო შფოთის ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომაც ეს ორივე განმარტება ისეთია, რომ მე ასე ვთქვათ, რადიკალური ვერ ვიქნები და ეს არის ასე ვთქვათ მოსაზრებები, რომელიც ბიბლიასთან არ მოდის ახლა ისეთ იმაში, რომ რაღაცა შეცდომაში შეგვიყვანოს და დაგვაქციოს აი ამან. ამიტომაც თუ კი თქვენ თვითონვე ბიბლიასთან მიხვალთ და ბიბლიითვე დაიწყებთ პასუხების მოძებნას, ეს თქვენ თვითონვე გამოგადგებათ და თუ კი რომელიმე ისეთი ადგილი იქნება ბიბლიაში, რომელიც ცოტა არ იყოს გაუგებარი იქნება, სჯობს ეს ადგილი დროებით ჩვენ გამოვტოვოთ, კითხვა გავაგრძელოთ და შესაძლებელია რომ იმ ძველ შეკითხვაზე პასუხი ვიპოვოთ ბიბლიის შემდეგ ფურცლებზე. და თუ კი აღმოჩნდება ისე რომ პასუხს ჩვენ ვერ ვიპოვით, თქვათ, ესეც არ არის რაღაცა კატასტროფა ახლა. ბიბლიაში შეიძლება იყოს ისეთი ადგილები, რომლებიც ჯერჯერობით ჩვენთვის დაფარულია, ჯერ ასე ვთქვათ, გაცხადებული ისე ფართოდ არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ჩვენ რაიმეთი დაგვაზარალებს. არ დაგვაზარალებს. თავარი არის ჩვენ კითხველმა, ჩვენ კითხველი მივიდეთ ბიბლიის მთავარ სათქმელზე, რომელიც არის ადამიანის, ესე იგი ჩვენი გამოსყიდვა ჩვენივე ცოდვებისაგან იესო ქრისტეს მეშვეობით. ვინ არის იესო, რა გააკეთა მან, ჩვენ რა სარგებელი გვაქვს იესო ქრისტესაგან და როგორ უნდა ვეზიარებოდეთ მას, ესე იგი როგორ უნდა გადავრჩეთ ჩვენ. თავარი ასე ვთქვათ, მომქმედი პირი ბიბლიის არის იესო და ის ადამიანთა ერთობლიობა, რომლის გამოც იესო მოვიდა და თავისი თავი შესწირა ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, რათა ჩვენ გამოვესყიდეთ ჩვენივე ცოდვებისაგან, ჩვენივე ცოდვილი ბუნებისაგან და თავის თავზე აიღო ჩვენი ცოდვა და თავისი სისხლით გაგვწმინდა მისი მორწმუნეები. თავარი არის აი ეს. თავარი არის, ესე იგი ჩვენ ვირწმუნოთ იესო ქრისტესი და აი ამ რწმენით გადავრჩეთ. ხოლო ვინც უკვე ვირწმუნეთ, ჩვენ აი ამ რწმენაში უნდა
განვტკიცდეთ აი ამ რწმენაში, ესე იგი იესო ქრისტეს სწავლებაში ჩვენ უნდა დავრჩეთ, არ უნდა გადავუხვიოთ და ჩვენ აი ამით მივაღწევთ მიზანს ჩვენი სულების ხსნას. და საბოლოოდ ჩვენ ვიქნებით ღმერთის აი იმ სასიკეთო გეგმაში, რომელიც ღმერთმა ჩვენს სახსნელად დაადგინა. მადლობა მოსმენისათვის თითოეულ მსმენელს, ვინც აღნიშნულ აუდიო ჩანაწერს უსმენდა. მოგვიანებით შემოგთავაზებთ კიდევ რამდენიმე კომენტარის გარჩევასაც. ამჟამად ახლა ამ ორი კომენტარის გარჩევით შემოვიფარგლები.